მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დღეს მექნება ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი ბლოგი. ამიტომ ყველას მინდა ჩემ მაყურებელს ვთხოვო ბოლომდე ნახოს ეს ბლოგი. კარგად მოისმინოს ყველაფერი, თავად გაანალიზოს ყველაფერი და გაავრცელოს. ეს იქნება ჩემი თხოვნა. რადგან მიზეზი ის არის, რომ ხშირად საზოგადოება არის იმპულსური. რაღაცას საინფორმაციო სივრცეში სწრაფად შემოაგდებენ, გამოიწვევს ჩვენი ემოციური საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, შემდეგ კი ეს ყველაფერი მინაულდება. დღეს მე მინდა უბრალოდ აგიხსნათ, რომ ეს ყველაფერი ასე შემთხვევით არ ხდება, რა ძალებით განან კონკრეტულ აი ამ შემთხვევაში ამ ყველაფრის უკან და როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ ერთი ადამიანის პროტესტი და ზიზღი ქართველიერის მიმართ, თუმცა რეალობაში ფარდის მიღმა და კულისებში რაც ხდება, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ. ეს არის მიზანმიმართული ზიზღი, სიძულვილი და ქართველიერის გენოციდში აქტიური მონაწილეობა და ამ ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური ჯაჭვი, ამიტომ ამ ლოგიკურ ჯაჭვს გავყვებით და ამ ვიდეოში ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას გაიგებთ. ამიტომ ყველას გთხოვთ ძალიან ყურადღებით მოისმინოთ ეს ყველაფერი და ამ ლოგიკურ ჯაჭვს თავად გაყვეთ. იმიტომ რომ ისეთი ინფორმაციები მინდა მოგაწოდოთ, რომ ეს ინფორმაციები რომ გითხრათ, რომ დახურული და გასაიდუმლოებულია, ნამდვილად არ არის ეგრე, მაგრამ ძალიან მინავლებულია, ჩაფარცხულია, დამალულია, აშკარად ღია თვალიდან და ამ თემაზე საუბარიც კი არ ითვლება კარგ ტონად საქართველოში. აქედან გამომდინარე, რასთან დაკავშირებითაც უნდა გესაუბროთ დღეს, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და ქართველიერის მომავლისთვის. ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელ ვიდეოშიც ერთ-ერთი ქალბატონი, რაღაც ქალბატონი შეიძლება ამ არსებას ეწოდოს, ქართველიერის მიმართ განსაკუთრებული ზიზღით გამოირჩეოდა, საუბრობდა დახვეწილი გამართული ქართულით და ქართველიერს, ყველა თავის თანამედროვე სიტუაციაში არსებულ ნაკლზე, გაჭირვებაზე აქცენტირებას აკეთებდა და გვეუბნებოდა, რომ თურმე ეს მიწა, რომელ მიწაზეც ქართველები ვცხოვრობთ და ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მორწყეს იმისთვის, რომ მოეპოვებიათ დედამიწის ამ პატარა ნაგლეჯზე ნამდვილად სამოთხეში ცხოვრების უფლება, თურმე ჩვენ ამის ღირსი არა ვართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავმა ადამიანმა ჩამიგდო ეს ვიდეო და მთხოვა, რომ მე თვითონ ანალიზი გამეკეთებია და პასუხი გამეცა, მაგრამ არ მინდოდა, რომ ეს პასუხი ყოფილიყო ემოციური, არ მინდოდა ეს პასუხი ყოფილიყო ჰაერზე, რადგან მსგავსი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და მიღებული განათლებიდან აი ამ სფეროში, რომელიც სფეროც პოლიტიკას და ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებას ეხება, ამიტომ ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოდი დავიწყოთ ყველაფერს, გავყვეთ ნაბიჯ და გავიდეთ ბოლოში, რა არის სათავე, სად არის ძაღლისთავი დამარხული, სად არის ქართველი ერის და საერთოდ ჩვენს მიმართ ამხელა სიძულვილი და ბოღმა რა არის ამ ყველაფრის გენერატორი, ვინ აკეთებს, როგორ აკეთებს და როგორი მეთოდებით აკეთებს, რომ თვითონ არასდროს არსად არ ჩანს. მოკლედ დავიწყოთ ჯერ ამ ქალბატონის ამ არსების უფრო სწორად, ქალბატონი არ შეიძლება ამ არსებას ეწოდოს, ამ არსების ჩანაწერის გაშიფრვა დეტალურად და დაუკვირდეთ, ვინ არის ეს ადამიანი, რა ამოძრავებს მას საქართველოს და ქართველების მიმართ და რა გეგმები შეიძლება მან გააჟღეროს ჩვენი ერისთვის.
რა ამბავი გაქვთ ატეხილი ამ არაბების შემოსვლაზე და არაბულ ინვესტიციებზე? მე აღარ ვაპირებდი თქვენთან ქართულად საუბარს, მე თქვენ ამის ღირსად არ გთვლით. იმიტომ რომ თქვენ ხართ უკეთური ხალხი. თქვენ ის ხალხი არა ხართ, რომლებიც თუ ახალგაზრდა, ლამაზი შესახედი, სისულელეც რომ თქვას, მილიონობით გაზიარება აქვს. ხოლო თუ ასაკოვანი ადამიანი, მისი სიმართლე თქვენთვის არაფერი არ არის. ანუ დავიწყოთ იქედან. დააკვირდით ამ ადამიანის ჩაცმულობას, როგორ გამოიყურება, როგორ ინტერიერი აქვს მოწყობილი, უკან წიგნები, რომ განათლებულ ადამიანად წარმოაჩინოს თავის საუბრის მანერას და საიდან იწყებს საუბარს, რომელიც, ესე იგი, ჩვენ იმდენად უკეთური ერი ვართ და იმდენად უკეთური ადამიანები ვართ, რომ ადამიანის აზრს არაფრად არ ვთვლით და მხოლოდ სილამაზით შემოვიფარგლებდით ახალგაზრდა გოგოების, იმას ვაზიარებთ და სხვა არაფერს რა. ეს ახლა ისეთი აბდაუბდა არის ერთმანეთში, რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სოციალურ ქსელებში ინფორმაციების გაზიარება, გამოზიარება ახლა რის გამო ხდება, ვინ ახალგაზრდა გოგოს გამო, ვინ სისულელი ამაზე საუბარი, მაგრამ კარგი, ეს თურმე მარტო ქართველებს გქონია ეს მინუსი და ეს თურმე ჩვენში ყოფილა ეგ ჩადებული, რომ ადამიანის აზრს კი არ ვცეთ პატივი, ის ფიზიონომიას ვცეთ პატივი და საერთოდ ეს რომ ქართულად ლაპარაკობს, ხო? არ ვიცი, ამისთვისაც მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ თურმე ქართულად გვესაუბრებ, მაგრამ დააკვირდით როგორ დახვეწილი ქართულით საუბრობს. დააკვირდით და დაფიქრდით, რამდენი ასეთი დამპალი თესლი არის საქართველოში ჩათესილი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს ისტორიას, ძალიან კარგად იცნობს ქართულ რეალობას, ძალიან კარგად იცის ქართული და როგორ იზღება საქართველოს და ქართველები. ამ მიწის ღირსი თურმე ჩვენ არა ვართ და ამ მიწის ღირსი არიან ისინი, ვინც ამას მოვლიან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაბები. კარგად დააკვირდით ამას. ამიტომაც არ გთვლით მე თქვენ ღირსად იმისა, რომ ქართულ ენაზე გელაპარაკოთ. მე მეტიც ვთვლი, რომ თქვენ არც მაგ ქართული ენის ღირსები არა ხართ. ღვთიური ენის. ანუ დააკვირდით. ესე იგი, ჩვენი ერის სისხლით ოფლით მოტანილი ეს მართლა ღვთით კურთხეული ქართული ენა და ქართული ამბანი, რომელმაც გაიარა 3 განვითარების ეტაპი და მსოფლიოში ამას ანალოგი არ გააჩნია და არის 14 დამწერლობაში ერთ-ერთი და ერთადერთი, რომელმაც 3 ეტაპი გაიარა, ეს თურმე ჩვენ არ გვეკუთვნის. ეს ამის ღირსები არა ვართ თურმე რა. ანუ ორი რაღაცა უნდა მარტივად რო გაიგოთ. საქართველოს მიწა, 64 და ქართული ენა. ოღონ ეს ყველაფერი ქართველების გარეშე. გავაგრძელოთ. მაგრამ მაინც გადავწყვიტე ახლა ჩავწერო ეს ვიდეო, იმიტომ რომ არაბებს გადაწყვიტით ახლა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყურადღება მიაქციეთ იმას, ეს არსება არაბებზე რატომ აკეთებს აქცენტს და გაიგებთ ამას, რომ ეს ადამიანი რატო საუბრობს ამას და არაბებს რატო უსვამს ხაზს და ამაში რამხელა ძაღლის თავია ჩამარხული. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ვინმეს აინტერესებს თქვენი ეროვნება, პასპორტში რა გიწერიათ და პირადობაში? თქვენ მართლა გგონიათ, რომ მას საერთოდ რაიმე მნიშვნელობა აქვს? თქვენ ის მოღლიცინეერი არა ხართ, რომელიც ქეთინო ეგიდუნაშვილს ყოველფეხის ნაბიჯზე აზიარებთ და ამით ემსახურებით ამაოებას, ცირკს და კლოუნადას? დაგვერდით. პირველი აქცენტირება კეთდება ეროვნებაზე. თქვენ ვინ ახართ საერთოდ? რა ერის ხალხი ხართ, რა რჯულის ხალხი ხართ, საერთოდ არ გცნობ. ის რაც ისედაც მოყვანილი არის ფაზაში, ქართველ ადამიანს ეროვნება არ უწერია პასპორტში, ქართველ ადამიანს ქართული ენაზე პრაქტიკულად სამსახურში დასაქმება მსგავსი რაღაცები შეზღუდული აქვს, ანუ ის რაც არის ერის მთავარი მახასიათებელი, მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ის რომ შენ ოჯახში, შენი ოჯახის წევრებიდან გამოგარჩევს სახელი, ის რომ შენი ოჯახის გარეთ შენ გამოგარჩევს შენი გვარი და ის რომ შენ სხვა ერებიდან
გამოგარჩევს შენი ეთნიკურობა, ეს თურმე არაფერია. ამას ხაზი უნდა გადაუხსო. ან 21 საუკუნეში რა დროს ეროვნებაზე არის საუბარი, ხო? ამას გვეუბნებოდა სააკაშვილი, ამას გვეუბნებოდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე ლიბერალისტი, გლობალისტი, პიდარასტები, ამას ლაპარაკობდა ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი 21 საუკუნეში რა ეროვნებაზეა საუბარია და ეროვნებით საუბარი საერთოდ ეროვნებაზე შეხება, ისა აკრძალული გვაქვს ჩვენ რომ რას ქვია ქართველი ახსენო, ეს ვინ მოგცა შენ ამის უფლება რომ ქართველი ხარ და ქართველი ახსენო. ხედავთ საიდან იწყებს ამ ყველაფერს. ამიტომ ამბობ, ამას უნდა საქართველო, ქართული მიწა, ქართული ენა, ქართველების გარეშე. და დააკვირდით როგორი სინქრონი არის დაწერილი. მე გაჩვენებ თქვენ ვინ არის ეს ქალბატონი, და თავად გაიაზრეთ რომ იმ ადამიანს სინამდვილეში ვინც ეს არის, ხო? გარდა დაწერილის წაკითხულისა არაფერი არ შეუძლია მსგავსი აზროვნების, ზიზღის და დაწერილის წაკითხულისა. გავაგრძელებთ. გონიათ ესე მშვიდად ვიჯდები მე და ჩემნაირები და ესე ამ ღლიცინისთვის მოვაცდენთ ქართულ მიწას. მადაგასკარში წადით და იქიდანაც მშვენივრად შეგიძლიათ აზიაროთ ეგიდუნაშვილები, მანჩო გიორგობიანები და მსგავსები. დავგვირდეთ ახლა. გასაგები არის, რატო აქცენტირებს ეგიდუნაშვილზე ყველა ვიცით ეს ჩოლბოტი ადამიანი, რომელმაც თავი გაიხადა ქვეყნის მასხარად და მასხარაობა მიმდინარეობს განსაკუთრებით TikTok-ის სამყაროში და ამ ტაკი მასხარობით ხდება ამ ადამიანის გაპიარება და ახლა საზოგადოება როგორ ასე რომ ვთქვათ, ცნობად სახეს შექმნის და ავტორიტეტ შექმნის, შემდეგ ამ საზოგადოებას მიეკერება ეს. ახლა კარგად ვიცით, ეს ქეთი ეგიდუნაშვილი ერთი ავადმყოფი ჩოლბოტი ადამიანი არის, რომელიც, რა ვიცი, რომელსაც რო კითხო თურმე, პუტინიც კი უსმენს მის ლაივებს რა. და იწყებს აქედან. ცირკი უნდა შეირნობდეს ქალაქიდან ქალაქში, ამისთვის საჭირო არ არის გქონდეთ მიწა. ცირკი უნდა შეირნობდეს ქალაქიდან ქალაქში, ამისთვის საჭირო არ არის მიწა. დააკვირდით, გადახვეწილ ქართველობას, რომელ ქართველობასაც არანაირი სიკეთე არ მიუღია საკუთარი სახელმწიფოდან და გადახვეწილი არის საარსებოდ, რომელსაც ხრის უფლებაც წაართვეს, ყველაფერი წაართვეს და მხოლოდ ფულის გამომგზავნელ მასად ჭირდებათ საქართველოში და დამარხვასაც ამადლიან, მოიხსენიებენ ციგნებად. არაფერს არ ვერჩი ციგნებს, არაფერს არ ვერჩი კარგი ადამიანები, ყველა ერთში არიან, მით უმეტეს ციგნებს მე ამ ნაგავს ნამდვილად არ შევადარებ, მაგათაც კაცობაც იციან, მეგობრობაც იციან, თანამებრძოლობაც იციან, აქვთ უბრალოდ ცხოვრების წესი ასეთი, იმოგზაურონ ქვეყნიდან ქვეყანაში, ამიტომ ნეგატიურ კონტექსტში ციგნებს ნამდვილად არ მოვიხსენიებ. მაგრამ ჩვენ გვეუბნება რომ თქვენ ცხოვრების წესი ქართველ კაცს, რომელსაც ემიგრაციის კატასტროფული პრობლემა ჰქონდა და ჩვენ ფლოტიც კი არ გყავდა თავის დროზე, იმიტომ რომ ქართველი კაცს სამშობლო ისე უყვარდა, ვერ ცილდებოდა სამშობლოს და სტაჟჯელი ითულებოდა საქართველოში ყველაზე მეტი ის, რომ ადამიანს მოკვეთავდნენ თავისი სოფლიდან. დღეს გაგვიხადეს, იძულებით გაგვიხადეს ცხოვრების წესად ემიგრაცია. ეს გამოგვიცხადა ბიძინა ივანიშვილმა ეს რომ მოხდა მე ეგერ შეგიქმნითო სამუშაოებს აქ ვერ ქვნიო და წადითო და მარწყვეკრიბეთო სადღაც ემიგრაციაში და იყავით ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი. გავყოთ ახლა. ჯერ ერთი თქვენ ვინ გითხრათ, რომ ის არაბები, რომლებიც მოდიან ინვესტიციას დებენ, თქვენზე უკეთესად არ მოუვლიან მიწას. თქვენი ზერი არა ხართ, სადაც მიხვედით, სუფრა გაშალეთ, საღორე რომ მოაწყეთ? თქვენს მიერ მოფენილი ნაგავი და ჭუჭყი რო ყრია ყველგან ტყეღრეში. დააკვირდით რას ლაპარაკობს და განსაკუთრებით პარალელს გავავლებ მე ასევე ერთ-ერთ ცნობად სახესთან, იმიტომ მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალში. დააკვირდით, ყველგან მანგოია დარბის, ეს დომენიკო მანგოია დარბის ყველგან და ამბობს იმას, რომ ნაგავი იყრება და სტადიონზეც კი, სადაც ფეხბურთში შეიძლება
დიდი ზეიმი იყოს და რაღაცა დაიყაროს, იქ დაიყავოს ნაგავი და ნაგავს დიოს, რომ ნაგავი დაიყარავ და გახარებას და გამარჯვებას ვერ შეხედოს ქართველი ერისას და დაყრილ ნაგავს დიოს სტადიონზე, რომელიც ისედაც ხდება ყველა სტადიონზე. ახლა მე იმას არ ვამბობ, რომ საერთოდ ეს დაბინძურების პრობლემა არა საქართველოში, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე აპელირება მით უმეტეს სტადიონზე ეს როგორი ჩადებული ამათი საყვარელი სიტყვით ვიტყვი ნარატივია საზოგადოებაში. დაგვერდით იწყებს ნაგვის დაყრიდან, რომ ჩვენ სადაც მივდივართ, თურმე სვამჭამთ და ყრით ნაგავს. და სამარცხვინო მე ვიღაც უცხოელები ჩამოდიან და ამას ალაგებენ და ტომრებით გაქვთ თქვენი დაყრილი ნაგავი, თქვენ უკეთურებო? თქვენის ხალხი არა ხართ, ძაღლებისთვის ვერ მოგივლიათ, ადამიანებისთვის კი არა, ძაღლებისთვის და კატებისთვის ვერ მოგივლიათ. განსაკუთრებით ხაზგასასმელი არის ნაგვის პრობლემა საქართველოში, ნაგავი, აი ნაგოებს რომლებიც მხოლოდ დაყრილ ნაგავს ხედავენ საქართველოში და ძაღლმადიდებლობა და კატამადიდებლობა, რომელიც შემოტანილია ასევე ამ ნეოლიბერალური შხამისგან და ნაგვისგან, რომ ვისაც ძაღლი ყავს, თურმე ის კარგი ადამიანია და ვინც ძაღლს უვლის და ეფერება, ის არის თურმე გადასარევი და ძაღლმადიდებლობა გახდა და ყავს აქ ჩვენ თბილისში სხვათა შორის ერთი ის არა ქართველია, რომ იცოდეთ, ძაღლების თავშესაფარი ვისაც აქ გახსნილი და ძალიან ამაყობენ, რომ ეს არა ქართველი ძაღლმადიდებელი არის და ძაღლებს ინახავს და ქვეყანაში სადაც ძაღლების უფლებები ადარდებს ხალხს და ძაღლის მდგომარეობა უპატრონო ძაღლების და ადამიანების არ ადარდებს. აი ეს ამათივე შექმნილი ეს ჰიბრიდი, რომელიც ეწერება ქართველ ერს. გავაგრძელოთ ახლა ეს მენაგვე და ძაღლმადიდებელი ყოფილა, რაც აწუხებს ამას პირველ რიგში ქართულ საზოგადოებაში, ძაღლმადიდებელ მენაგვეს. ფერდებ ჩაცვენილი ძაღლები, ფერდებ ჩაცვენილი კატები, უპატრონოდ გადაყრილი, რომ მოიყირჭეთ და გააგდეთ ქუჩაში, შიმშილით რო კვდებიან. თქვენის ხალხი არა ხართ, რომ დაარტყამს ძაღლს მანქანა და იმასაც არ კადრულობთ, რომ ან დაასაფლაოთ, ან გვერდზე მაინც გადასწიოთ. თქვენს დაგვერდით. ეს რო დაწერილი აქვს ამას და კითხულობს და თავისი ლოგიკით არსაუბრობს, ზედე ეთყობა როგორი დაძაბული არის, როგორ კითხულობს და შეხედეთ რაზე აკეთებს აქცენტირებას, ძაღლის ბედი როგორ ადარდებს ამას. ჩვენ ქართველები ამას საერთოდ არ ვადარდებთ, ერის საერთოდ არ ადარდებს, პირიქით უნდა გავწყდეთ, ამოწყდეთ და ძაღლზე მიდის საუბარი. გასაგებია, რომ ძაღლების პრობლემა არის საქართველოში, კი ბატონო, მაგრამ ბიჭო, ერები არის სადაც და ქვეყნები არის და არც ისე შორს ჩვენგან, სადაც ძაღლის კი არა, ადამიანს არ აქვს რანაირი ფასი. იგივე ავღანეთი, იგივე ერაყი, იგივე სირია და უამრავი, მაგრამ ადამიანი არავის არ ახსოვს დღეს. დღეს ახსოვთ ძაღლი და კატა, იმიტომ რომ ძაღლმადიდებლობის ეპოქა დადგა. გავაგრძელოთ. საქმებულს რო ტოვებთ ყველა ფეხის ნაბიჯზე. თქვენ გგონიათ ასეთ ადამიანებს რამეში სამშობლო სჭირდებათ? თუ თქვენ გგონიათ ფეშქაშად გერგოთ მართლა ეგ მიწა? ეგ უცხო თესლის ნაყოფი ჩათესლილი საქართველოში. ჩვენ ქართველებს გვასწავლის და გვეუბნება, თქვენ რა ფეშქაშად გერგოთო? მე საქართველოს ისტორია მეტნაკლებად მისწავლია. და საქართველოს ისტორიაში თუ საქართველოს დაცვისთვის და შენარჩუნებისთვის სისხლი დაღვრილა, 99% ქართველის სისხლი დაღვრილა. ის 1% და შეიძლება 2% კი ბატონო ყოფილან სხვა ერის წარმომადგენლები, მაგრამ ძირითადი, ვინც საქართველოს ომების ისტორია დღემდე მოიტანა, ეს იყო და არის ძლიერი ქართველი ერი, რომელმაც თავისი მთელი არსებობის ეპოქა სარწმუნოებრივ ომებს შელია, იმიტომ რომ 99% თუ არ ჩავდით ბიზანტიასთან და რუსეთთან გამართულ ომებში, რომლებშიც საქართველო მონაწილეობდა, აბსოლუტურად ყველა იყო რელიგიური ომი, იმისთვის რომ თავი გადაერჩინა. და ეს გვასწავლის ახლა ეს უცხო თესლის ნაყოფი და გაიგებთ ბოლოში, ვინა რა, საიდანაა და როგორი არის, რომ სამშობლოს მიწას დაცვა უნდა. არა. აიყარეთ და მიბრძანდით და თქვენზე უკეთესი ღირსეული ჩამოვა და დასახლდება. ის ვინც მოუვლის ყოველ ბუჩქს, ყოველ ხეს,
რომელიც იზრუნებს მიწაზე და ამუშავებს მიწას. თქვენი გაუთავებელი ლაქლაქი ენით, თქვენი გაუთავებელი მსახურება უსამართლობის, ბოროტების, თან რო დარწმუნებულები ხართ, რომ ეს უსამართლობა როგორც დაგვირდით რას ლაპარაკობს ჩვენ ვართ ყბედი მოლაკლაკერი ჩვენი მიწას ანუ ვინც უკეთესად მოულის მას ეკუთვნის ვინც უკეთესად დახნავს ქართველ კაცს ქართველ გლეხს მას შემდეგ რაც წონებული ზვიადგამსახურდია დაამხეს და ეს გლობალისტურ პიდარასტული მთავრობა მოაჯდა თავზე შევარდნაძიდან დაწყებული ამ ბოზიშვილის დამთავრებული თვინცა დღეს ქართველ გლეხს პირველს ამოხადეს სული იმისთვის რომ საარსებო არ ქონოდა და ეხლა გვაძახებენ გვაძახებს ჩვენ ამას გვაძახებს ის ხალხი რომელიც არაქართველები საქართველოს მართავენ გავაგრძელოთ და ასევე გვეუბნება უსამართლობა რომელიც ძალით მოგვახვიეს ქართველებს თავს ეს კოჰაბიტირცია და კოჰაბიტირებული საზოგადოება და ეს რო თურმე უნდა შეეგუოს ამას ხალხი და გაგებით მოყო გახსოვთ ივანიშვილის სიტყვები და ქართული ოცნების სიტყვები განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდის უსამართლობაზე ხო ნუ ჩვენ ამას შევეგუეთ ჯერ მოგვახვიეს დაგვაძალეს იმიტომ რომ ტოლერანტერად წარმოვეჩინეთ და ეხლა გვეუბნებიან რომ თურმე თქვენ უსამართლობაში ცხოვრობთ უსამართლობა ფეხებზე კიდიათ და ყველას გონიათ რომ თქვენთან არ დაიჩოქებსო ეს აკლემი გავყვეთ ვინ გაგვიკეთა ეს ბიძინა ივანიშვილმა და კოცებმა მივალთ ბიძინა ივანიშვილამდე და კოცებამდეც აკლემი თქვენს კართან არ ჩაიმუხლებს თქვენ ხართ უსამართლობის მსახურები, ამაოების მსახურები. იმისთვის რომ ეს ყოველივე აკეთოთ, თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ ამისთვის დალოცვილი ქართული მიწა. თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ იმ საქმიანობისთვის, რითაც ხართ დაკავებულები, რომ გქონდეთ კუთხე და ადგილი. მე ასე არ ვთვლი. ჩემთვის სულ ერთია თქვენ პასპორტში რა გიწერიათ. ჩემთვის მთავარია ადამიანი რა უწერია მას გულში აქვს თუ ხო ეს ახლა წარმოგიჩნდებათ რომ დიდი ქრისტიანი დიდი ღვთისმსახური ადამიანია რომელიც გველაპარაკება დიდი იმით რა ქვია ქრისტიანული მორალით რომ ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა მთავარია აი კეთილი სამარიტელით შეიძლება მოიყვანოს ახლა ამან მათ რა ქვია მაგალითად ხო და აი გულში რა გვიწერია თურმე და აი თვითონ რა უწერია გულში და ეს დამპლებს რა უწერიათ ქართველი ერის მიმართ გულში ეს ძალკე საკითხია მივალთ მაგამდე აი ამ ხელა ზიზღი სიძულვილი იმ ერის რომელმა ერმაც მიიღო ეს მისი დამპალი წინაპარი შეინახა შეიფარა არსება აი როგორ ექცევა და წინ ბევრი ასეთი გველოდებ ჯერ ხო ბევრი გყავს წინ კიდე ბევრი ასეთი გველოდება აი იმ იგლ ჰილსის ინვესტიციის წყალობით და არა მარტო არა სინდისი ემსახურება თუ არა სიკეთეს ემსახურება თუ არა სხვა ადამიანებს ემსახურება თუ არა მიწას რომელიც ღმერთმა მოგცა საზრუნავად და დასამუშავებლად ხალხო ადამიანი არის მორწმუნე, ახლა რელიგიაში გადავიდა, რო გითხოთ და მიწას კაცო, ასეო და ღმერთიო და რა ვიცი, ყველა მიწა ღმერთისაა და სიკეთეს ეროვნება არ აქვს, მაგრამ თვითონ მაინტერესებს ერთი მთელი ერზე როდესაც ლაპარაკობს ესეთ რაღაცას თვითონ რომელი არის წარმომადგენელიც არის და ამას გაიგებთ რომელი არის წარმომადგენელიც არის თვითონ და მის ერს ქართველებთან მსგავსი რამის შედარება შეუძლიათ თუმცა მივიდეთ თუ იტყვით რომ თქვენია ეს მიწა იმიტომ რომ წინაპრებმა გადმოგცეს ეს რომელმა წინაპრებმა ახლა ჩვენ წინაპრებს საფლავში აფურთხებს დაგვირდით ზოგი ეკლესიის ეზოში თმით რო ათრიეთ და წვერით ზოგ შიმშილით რო ამოხადეთ სული და წერილები აწერინეთ და ამათხოვრეთ ერთი პალტო რო ეყიდა და არ გაყინულიყო რომელი წინაპრები საკუთარ თანამოძმეებს რო ყიდნენ მონობაში დაგვირდით რასაკეთებს ჯერ იხსენებს იმ გმირ და გენიოს ადამიანებს რომლებმაც თავი შესწირეს მართლა ქვეყანას სამშობლოს
და გაჭირვებაში ამოხდა სული და კი ბატონო ყოფილა ყველა ერის ცხოვრებაში ყოფილა რთული მომენტები და ამ რთულმა მომენტებმა შეუქმნეს ერს გმირები. აქედან გახდნენ ისინი გმირები, აბა დალხინებულ დროებაში გმირები ნაკლებად იქმნებიან. რთული დროება ქმნის გმირს. და ეს ხალხი, რომელმა ხალხმაც თავი დადო, ტყავი გაიძრო და სული გაძვრათ სამშობლოში და ბევრ სამშობლოს ნატრაში ამოხდა სული, ეს ხო, რომ ცუდი იყო, მაგრამ ყველა ერის ცხოვრებაში ყოფილა რთული მომენტები და მათ შორის საქართველო არ არის გამონაკლისი. მაგრამ ნახეთ რას გვახსენებს, როგორ კარგად იცის ამის ტექსტის დამწერმა ქართველი ერის ისტორიაში არსებული რთული მომენტები და როგორ გვახსენებს. მაგრამ უცებ დააკვირდით ლირიულ გადახვევას როგორ აკეთებს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფის მიმართ. საკუთარი ოჯახის წევრებიანად ამ წინაპრებზე მესაუბრები და საუბრობს რთულ პერიოდზე, რომელიც იდგა საქართველოს ცხოვრებაში, ნამდვილად იდგა ურთულესი პერიოდი, როდესაც საქართველო ამასიის ზავით გაყვეს ორ ნაწილად, ირანის და ოსმალეთის ნაწილად გაიყო საქართველო და საქართველოში, დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით, რადგან სხვა ეკროდა და იყო საშუალება იმისი, რომ ტყვეთა გაყიდვა ყოფილიყო და უამრავი შემთხვევა ყოფილა იმისი, რომ ტყვეთა გაყიდვით ირჩენდა ხალხი თავს და თავისიანებს ყიდიდა. კი, არის ეს მძიმე ისტორიის ფურცელი ჩვენს ისტორიაში. ეს რას გვეუბნება? აი იმათზეა, გამყიდველებზეა ლაპარაკი, თორე იმათზე კი არ არის საუბარი. მაგალითად სოლომონ პირველმა, როდესაც აკრძალა ტყვეთა გაყიდვა, რამდენი ომი დაჯდა, რამდენი სისხლი დაჯდა, რამდენი და არ მისმა წინაპრებმა რაც გააკეთეს, ამას აუცილებლად გავახსენებ, როგორ გაყიდა თავისმა ერმა თავისი ხალხი და მე ამას აუცილებლად გაგახსენებ, როდესაც დასრულდება ბოლოში. და არც ისე შორს, აი ახლოს, იმიტომ რომ თქვენ სათქმელი გქონოდათ. გავაგრძელოთ. გმირებზე საუბრობთ? ეს რომელ გმირებზე, რომლებიც ქუჩაში დღესაც ხელგაწვდილი ყრიან და 2 კაპიკის მათხოვრები არიან ამ გმირებზე? რთულია ვერ შეედავები, იმიტომ რომ ნამდვილად საქართველოში მეომარი, მებრძოლი, საკუთარი სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანი ნამდვილად იდევნებოდა და იდევნება. ეს რეალობა, ეს სიმართლე არის ეს ყველაფერი. მაგრამ რატო ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ სათავეში არზის ქართველი, რომელსაც საკუთარი სამშობლო, საკუთარი ოჯახივით უყვარს და ტკივა. მაგრამ ეს ხო გაგვიკეთეს და ახლა გვაძახებენ ამ ყველაფერს. გავაგრძელოთ. ეს რატო გახსენდებათ მაშინ, როდესაც თქვენ აგეწვებათ ხოლმე კუჭი? დიახ, არაბები უნდა შემოვიდნენ. და არა მხოლოდ არაბები. ყველა იმან უნდა დაიმკვიდროს ზოგადად მიწა მთელ მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში, ვინც იცის მისი ფასი, ვინც არ ემსახურება სიცრუეს, არ ემსახურება ბოროტებას და არ ემსახურება, რაც მთავარია, ამაოებას. თქვენ ვერაფერს ვერ სწავლობთ. სამყაროში იმდენი მიწა დაუხნავდა უთესავი და იმდენი რესურსი არის მოულელი და იმდენი რესურსი იფანტება და გაფანტულა და მომენტისთვისაც იფანტება. ადამიანი რომ იმას ფიქრობდეს, რომ თვითონ მოუვლის ზოგადად და მიწას გამოიყენებს იმ დანიშნულებისთვის, რაც უფალმა ადამიანს უთხრა და ჩააბარა, მაშინ ომები არ იქნება, უბედურება არ იქნება სამყაროში, მაგრამ ეს რატომღაც მხოლოდ საქართველოს ბაღნარს ხედავს დაუხნავ და დაუმშავებებს. თუ რაიმე უზარმაზარ მიწებს, სადაც ადამიანები მაქსიმუმ დიდი რო აიღო თავიანთი პოპულაციით, ერთ პატარა ქვეყანაში დაეტევიან, აი რაოდენობა რო აიღო. დანარჩენი მიწები გამოყენება ჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ გაქსუებული, გამზღარი მილიარდერები, კონცერნები, სახელმწიფოები, რომელსაც ღორული ინტერესი აქვს ამ მიწის მიმართებაში, ვისაძლევს საშუალებას, რომ მიწა დაამუშავოს, მაგრამ ახლა აქედან შემოგვიარა. გავყვეთ ამ საზიზღრობას. თქვენ ვერ გასწავლით გაჭირვება. თქვენ არ გაქვთ თანაგრძნობა.
არ გაქვთ სინდისი, რომელიც გიკარნახებთ, რომ არ შეიძლება სამართალს კონდეს ორმაგი ესე ვთქვათ სასწორი, რომლითაც ისე სწონით, როგორც თქვენ გაგისწორდებათ და როგორც თქვენ მოგეპრიანებათ. იხრჩობა საქართველო დღეს უსამართლობაში. ორმაგი სტანდარტია ყველგან. მსგავსი არსად არ ხდება. როგორ არ ხდება, მაგრამ ასეთი მასშტაბით, ასეთი განუკითხაობით, ასეთი სიძულვილით ერთმანეთის მიმართ, ასეთი ფეხებზე მკიდიაობით, ასეთი გულგრილობით, როგორებიც თქვენ ხართ, არსად არ ხდება. ჯერ სახრავი ცოტა კიდევ უსამართლობა, უსინდისობა, რომელიც გაბატონებული არის ბოლო 34 წელიწადია, მას შემდეგ რაც ეროვნული ხელისუფლება იქნა დამხობილი, კიდევ ერთხელ ხას უსვამდა, მოვიდა ლიბერალისტურ, გლობალისტურ, პიდარასტული ხელისუფლება, რომელიც ჭამდა და ჭამს დღემდე საქართველოს და ანადგურებს, რომლის თავშიც ისინი არაქართველები არიან და ქართველებად გვაჩვენებენ თავს და მათი წყალობით ეროვნებაც ამოღებულია და ყველანაირი ეროვნული მიმართულება ნიველირებული არის ქვეყანაში, მათ მიერ გაფუჭებულ საქმეს გვაბრალებენ ჩვენ. მე ერთ რაღაცას გეტყვით, იცით? ეხლა ვიღაცას მოიჩვენება ეს ვითომ თანამედროვეების ილია ჭავჭავაძე არის და ბედნიერერს ლაპარაკობს. მაგრამ ილია ჭავჭავაძეს საქართველოს და ქართველების სიყვარული ალაპარაკებდა და ნამდვილად ქონდა იმის სურვილი, რომ ერი უკეთურებიდან იხსნა. ამას ქართველი ერის ზიზღი ალაპარაკებს და სიძულვილი და ის რაც ქართველ ერს დამართეს და მოახვიეს თავზე, აი ამის წამოძახება არის აი ამ ნაგავისთვის და ასეთი ჩემნაირები ბევრი არიანო კი და სამწუხაროდ მართლა ბევრი არიან და აბსოლუტური უმრავლესობა ყველა კარგათაა საქართველოში და ყველა ზემოთაა. ამიტომ ეროვნება არაა საჭირო განსაზღვროთ რა მნიშვნელობა აქვს კაცო ეროვნებას, ხო? აი საუბრობს ეხლა და რასაც თვითონ ვიკეთებენ ჩვენ ამ ქვეყანაში. გვაძახებენ ჩვენ. თუ რატომ ამას აუცილებლად გაიგებთ ბოლოსკენ, ახლა გავაგრძელოთ. აქვთ. ცოტა კიდე გაქვთ სახრავი. მაგრამ ეს სახრავი სულ მალე დასრულდება. და მერე სთხოვეთ დახმარება იმ ლამაზ გარეგნულად ახალგაზრდებს, რომლებსაც ტაშს უკრავდით, რომლებსაც აზიარებდით, რომლებსაც ასე ვთქვათ, თვალებში შესციცინებდით, ისინი დაგეხმარონ. ანუ გამოყავს ახლა თავისი თავი, რომ ისეთი ახალგაზრდა და შეხედულების ნამდვილად არ არის, რომ ყველას აქვს ცხოვრებაში ახალგაზრდობის პერიოდი, შემდეგ მოციფული ასაკი, ასე შემდეგ და თურმე ამის სიბრძნეს ხალხი არ ისმენს და ვიღაცა ახალგაზრდებს უსმენს, გაიგე, მაგრამ ამ ახალგაზრდებში კეთი იგდუნაშვილიც აქვს შეყვანილი, ხო? თავისი ტოლი კიდევ უფროსი, ხო, დაახლოებით, მაგრამ აი ახლა გამოყავს ეს ყველაფერი, ანუ ვინც დაწერა, რომელმა სპეცსამსახურმაც დაწერა ეს ყველაფერი, ძალიან კარგად გაითვალისწინა საქართველოს ისტორია, ქართველი ერის მანკიერი მხარეები, კარგად გაითვალისწინა აღნიშნული მძიმე რეალობა, ჩვენი ისტორიის ურთულესი პერიოდები და დღეს გვაძახებს, რომ თურმე ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ცუდები ვყოფილ ვართ ისტორიულად და დღევანდელ რეალობაში. კარგი, არაფერი არ გქონია. მაგრამ ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ილია ჭავჭავაძესავით თქვა და ქართველი ერის დარდი გააჩნიათ. არა, ეზიზღებათ ქართველი ერი. ამით სიამოვნებას ღებულობენ. ის რაც ჩვენ გაგვიკეთეს და გაგვაკეთებიეს და დაგვრიეს და დაგვაჭმევიეს კიდე ერთმანეთ და გვაჭმევიებენ დღემდე, ამით სიამოვნებას ღებულობენ და გვეუბნებიან, რომ თვით შეფასება ქართველს კონდეს დაბალი, შენ რადგანაც ქართველი ხარ, უკვე ბნელი ხარ, ღრუზინი ხარ, არაფრის გაკეთება შეგიძლია და მორჩა დამთავრდა შენი საკითხი, ქართველი ხარ, ნოლი ქართველობა ტეხავს მაგარი საბანძეთია, ბასას ადღიგზელო გინდა და კარგად იცით ახლა ეს ტერმინები, რომელი ტერმინებიც საქართველოში გაბატონებული არის ამ ბოლო პერიოდში, თუ რამე ეროვნულს და ქართულ სიტყვი, ეს ყველაფერი ჩამორჩენილობა და სიბნელია. ეხლა გავყვეთ. ისინი დაგეხმარონ, როდესაც ისევე გაგიმწარდებათ სული, როგორც ღვთის ხალხს აქვს თქვენგან გამწარებული სული, საუკუნეების მანძილზე. და მოიცა. ჯერ ერთი
ისტორიულად ქართულს უანგაროდ არავინ დახმარებია. თუ ვინმე რამეში დაგვეხმარა, რუსეთის იმპერია ის რომ შემოვიდა და ქართული ტერიტორიები კი ბატონო დაპყრობილი ოსმალებიდან გაწმენდა ქართულ ჯართან ერთად და ქართველებთან ერთად, წაიკითხეთ მაშინდელ ისტორიაში ათეულში 7 რუსთან ერთად 3 ქართველი იბრძოდა, მოხალისეები პლუს მეტი იყვნენ. ეს ხარჯი ქართველმა ერმა უამრავ რუსეთის იმპერიის ომებში გადაიხადა სისხლად. პირველ მსოფლიო ომში გადაიხადა, მეორე მსოფლიო ომში გადაიხადა და ასე შემდეგ და ქართველებმა ეს ვალი, ასე რომ ვთქვათ, სისხლით გადავიხადეთ. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. რუსების მიმართ და რუსი ხალხი საერთოდ და რუსეთი რო არსებობს, ეს ქართველების დამსახურება არის. როგორც სტალინის, ისე იმ თითოეული ჯარისკაცის, რომელმაც თავი დადო რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის გადასარჩენად. ამიტომ ჩვენთვის არავის არაფერი არ გაუკეთებია უანგაროდ და დაგვერდით რაღაცას ღვთის ხალხს თურმე ჩვენ ღვთის ხალხს სისხლი გაუმწარეთ საუკუნეების მანძილზე. ძალიან მაინტერესებს ეს ღვთის ხალხი ვინ არის. ძალიან მაინტერესებს. მე მგონი ბევრი ხვდება ამ ყველაფერს. გავყვეთ აბა ღვთის ხალხი რომელიც თურმე ჩვენ გაგვემწარებია. ვინაა ეს ღვთის ხალხი და ვინ გავამწარეთ? ეს მარტო ქართველებს არ ეხება ჩემო კარგო. დასრულდა თქვენი დრო, დასრულდა თქვენი ღლიცინის, ცირკის, თეატრის თან ქართველებს მარტო არ ეხება, ono სხვასაც ეხება. სხვასაც ვინ ღვთის ხალხი გაამწარა. თან უფრო და უფრო ეს ხდება, უფრო იწმინდება ეს ყველაფერი რა, ეს მღრიე წყალი. თეატრების და თეატრალურობის დრო საერთოდ აღარ გაქვთ. რამდენი ვწერე, რამდენი ვიკითხე, რამდენი მოგიყევით. მაგრამ რატომღაც თქვენი ცირკის სტანდარტებში ვერ ჩავჯექი. ხოდა თქვენც არ ჯდებით ახლა ჩემ სტანდარტებში. აიყარეთ და წადით. არა მარტო არაბი. ყველა უნდა მოვიდეს და დასახლდეს იქ, სადაც უნდა, არა მარტო საქართველოში. ასე რომ მოემზადეთ, ახალი დრო დადგა. თქვენი დრო ამოიწურა. გასაგებია. მოკლედ, ღვთის ერის გამწარებისთვის ქართველებს და სხვათა შორის არა მარტო ქართველებს წინ ელოდება ძალიან დიდი სასჯელი. ხო და აი დამთავრდა ჩვენი დრო და აი მომავალში აი თქვენ ნახავთ ამ ქალმა კიდე იმდენი წერა, იმდენი იღვაწა და იმდენი შრომა და ენერგია ჩადო იმისთვის რომ ეს სიმართლე ხალხისთვის მიეტანა, ხალხიდან ეს ყველაფერი დარჩა დაუნახავი. გასაგებია. მისი დამოკიდებულება, მისი პირით ვინ საუბრობს და რა ძალებით საუბრობენ ეს გასაგებია, მაგრამ მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენ მეორე განყოფილებაზე. ეს პუბლიცისტი, მწერალი, განათლებული, მოაზროვნე ადამიანი, მორწმუნე ადამიანი ვინ არის? ჯერ მოდი მხოლოდ ამითი დავიწყოთ და შევხედოთ აბა. ჩემ ბავშვობაში მამაკაცები სახლში ცოლებს ურტყავდნენ და მე მიდიოდნენ და ყანებში ახალგაზრდა ბიჭებთან ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა. სოფელი ისეთი რაღაცა არის, ამბობენ რომ ხესაც კი ყური აქვსო. იქ ვიღაცა არ გაიაროს, არ გაიფაჩუნოს, არ შეამჩნიოს, არ დაინახოს. ეს არის გამორიცხული. რატომ მიიღო ასეთი დამახინჯებული ფორმები თუნდაც LGBT მოძრაობა ბევრ ქვეყანაში? ეს ისევ ბრალი არის იმ ჰომოფობიის შედეგი არის მისი გეცნოთ. მოიცა მე საღაციდან მეცნობა ეს ახალგაზრდა ელფი. საღაციდან მეცნობა ეს ახალგაზრდა ელფი. და თურმე ქართულ სოფელში გაზრდილს, თურმე ახსოვს ის რომ ვიღაცა თურმე ყანაში ვიღაცა პენსიონერი, ვიღაცა ახალგაზრდასთან სექსუალური კავშირით დაკავდა და ძალიან აღტკინებული არის LGBT პრობლემებით. ალბათ ამას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა რომ ბევრი ვწერე, ბევრი ვთქვი და ვერაფერი გავაგებიეთო. მოდი აბა კიდევ ერთი ცოტა ღრმად ჩაუღრმავდეთ ამ არსების ფესვებს, ეს ყანა და ბუჩქები და მსგავსი რაღაცეები. ეთყობა ძალიან იზიდავდა და ბევრი აქვს ამას ყანაში ნასიარულები.
აბა გავიხსენოთ. ერთი გუშინ რა მაინტერესებს, გუშინ ჩემმა მეგობარმა ვიდეო რომ ატვირთა ქრისტეს მეგობარი ვარ და მაცხოვარია მოსული, რატო დასცინეთ და რატო აგინებთ, ამდენს ძალიან მაინტერესებს. ერთი როგორ რასწავლოდებით, როგორი უნდა იყოს ქრისტეს მეგობარი, ანუ ანაფორები უნდა ეცვას, ჩვენი პატრიარქები და მეუფეებივით ესკორტები უნდა დააცილებდეს, მიწების შესყიდვით უნდა იყოს დაკავებული და შენებით უნდა იყოს ხვალინდელი დღისთვის მზადებით უნდა იყოს დაკავებული, ანუ რასწავლოდებით, როგორია თქვენი აზრით? ანუ როგორია ქრისტეს მეგობარი? ქრისტე თვითონ უშუალოა, გესმით? ქრისტეს დახეურები იყო თავის ცხოვრებაში ერთი და იგივე. ხო, ღარიბებთან ერთად ჭამდა, თვითონაც ღარიბი იყო. სიმდიდრეებს კი არ ეტანებოდათ. არა. თქვენ მეუფეებმა მარხვებით, მეტანიებით და ათასგვარი გარეგნული ფორმებით დაგაკავეს იმისთვის, რომ ქრისტეს რწმენა დაამტკიცოთ, თორემ იმაზე დიდი ურწმუნობა რა არის, თქვენ ღორებო რომ არ მიიღეთ ქრისტეს მეგობარი, თვალეთ განათებული უნდა ელოდებოდეთ ადამიანებს, რომლებიც მოდიან და გეუბნებიან ქრისტეს მეგობარი ვარო, როგორიც არ უნდა იყოს, სუქანია, მახინჯია, ცანცარაა, როგორიც არ უნდა იყოს, თქვენ უნდა მიიღოთ ადამიანის, იმიტომ რომ სწორედ მიმღებლობაა ქრისტიანობა, თქვენ გადაარჩევთ. არა, იმას ანაფორა უნდა იცოს, ამხელა ოქროს ჯვარი უნდა ეკიდოს. აი ასეთი უნდა იყოს ქრისტეს მეგობარი, თორემ ჩემი მეგობრისნაირი უბრალო, კეთილი, ისეთი ადამიანები, რომლებიც ხვალინდელ დღეზე კი არა, დღევანდელი დღით კვებიან, თქვენთვის მისაღები არ არის, აი ესეთი მეგობრების. რატო არ მიმიღეთ გუშინ და რატო არ დაიჯერეთ რომ თქვი რომ ქრისტეს მეგობარი ვარ? რატო მიფიქრეთ რომ მე ვღადაობდი? რატო ჩათვალეთ ყველა რომ ვინმეს დავცინეთ? თქვენ თვითონ ხართ ესეთები და იმიტომაც იფიქრეთ, სად არის თქვენი რწმენა? რატო ფიქრობთ რომ მარტო თქვენ შეგიძლიათ იმარხულოთ, სამარხო კატლეტები ჭამოთ, მეტანიები აკეთოთ, ივარჯიშოთ და მართლმადიდებლური სხეულის ვარჯიშებით და რაც გინდათ ეს ყველაფერი თუ კი მე ვერ ვიცნობთ. თუ კი მე არ მიმიღებთ, მაშინ რაც გინდათ ეს ყველაფერი. თუ მე ვერ მიმიღებთ, მაშინ ქრისტეს როგორ გამიიღებთ? იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ და ის ღმერთია. შეძლებთ ამას ვერასოდეს. მოიცა კაცო აქ რაშია საქმე? ჩემი მეგობარიო, ყანებშიო, მართლმადიდებლობამ არ მიმიღო. თურმე აღმოჩნდა რომ ჩვენი ნინოია, რომელიც არის ამის სახელი, ყოფილა მანგოიას მეგობარი. თან არა უბრალოდ მეგობარი, ქართული გაგებით და პატიოსნური გაგებით ესე რომ ვთქვა. გელფრენდი, მანგოიას გელფრენდი, რომელიც როგორც მანგოია თურმე არ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და ქრისტეზე და ქრისტიანობაზე და ჭეშმარიტ ღმერთზე გველაპარაკებიან. მოდი გავყვეთ. მარტო ბუჩქებში იყვნენ ესენი შეყუჟულები თუ სხვაგანაც ხوار მოღვაწეობდნენ და ბევრი წერეო, ბევრი ვილაპარაკეო და გავყვეთ აბა. მომავლის მუსიკა, ეს არის გამოწერილი რაღაცა. კლუბური მუსიკა ჩაანაცვლებს ყველა მუსიკას მომავალში, ხო? წარმოიდგინე ახლა დასაწყისში ამათმა შექმნეს ესა და დადისვა ინახი რა მაგარი ტიპებიო და გამოდის ეს მაშინაჭუნა ყრე ქართველები და რასაშლება ოიდაგის მოწაკედია ღმერთო შემორა. ეს ყრები როგორ ხარ პროსტა რა. ინსურები და ლაზხანდარა დედაკაცი მეკრე ჩემი ტრადიციები ინდაგის. Because the collectors are also shedding them on and the damage is a car. Put good that can put it, my cartel was a leg good cry. Now you let Sukhishula. Aha, ესე იგი, ბევრი უღვაწია ამ ადამიანს რა? და boyfriend-იც შესაბამისი ყოლია. ქართველებზე შეყვარებული, ქართველი. მოდი გავყვეთ კიდე აბა. ეს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თუ გააჩნია რა თქმა უნდა თავისი აზრი და თუ დედამ მხოლოდ გინება არ ასწავლა, თუ იური გამარჯობა. გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოსწრებაში. მე ვარ 18 წლის და წელს პირველად ვიღებ, ანუ წელს წესით უნდა მივიღო არჩევნებში მონაწილეობა და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ესეთი სიტუაცია არის მართლა. რადგან წარმოიდგინეთ ახლა პრეზიდენტი არის ქვეყნის მთავარსარდალი, ხო, ჯარების მთავარსარდალი. ქალი მიდის გმირების საფლავზე, პატივი მიაგო, ყვავილები დაუდო და შემოbrunდა და კომენტარი გააკეთა, რომ საქართველოს დაიწყო ომი. ანუ აქ ფაქტიურად არ შეიძლება იმაზე იყოს ლაპარაკი, რომ ესეც სიდებილი არავის არ გაუკეთებია. არ მგონია რომ ხედავთ ხალხო,
როგორი girlfriend ყოლია და როგორი პოლიტიკურად აქტიური და ქუდი ჩამოფარებული ეთყობა ხელში ყავის მატრახიც აქვს და ხანდახან ურახუნებს და შეიძლება იქეთაც კი ხმარობს ჩვენს მანგოიას, მაგრამ საქმე ისაა რომ პოლიტიკაშიც კარგად გარეულები არიან ეს ნინოია და მანგოია და მიუხედავად იმისა რომ მოღალატეს ეძახდნენ უცებ მანგოია გულჩასახუტებელი ადამიანი გახდა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისთვის, იმიტომ რომ ამ არსებას, ამ მეორე არსებასთან გასაყოფი ძალაუფლების გარდა არაფერი არ აქვს. იმიტომ რომ როგორც ამ არსებას ეზიზღება საქართველო და ქართველები, ისე ამ არსებას ეზიზღება საქართველო და ქართველები, ისე იმ არსებას ეზიზღება საქართველო და ქართველები. მათ ყველას საქართველოს ზიზღი და ქართული ეთნოსის ზიზღი აერთიანებს. თუმცა აქ მარტო ქართულ ეთნოსზე არ არის საუბარი. აბა გადავხედოთ ერთი აი ამ ზეაღმატებულ მორწმუნე ადამიანებს მანგოიას girlfriend ნინოიას და მანგოიას რა შეხედულებები გააჩნიათ დედაენა თარგმნოები გაჩერდი ზუსტი დამასრულებელი აი ეს წიგნი ამბობს რომ ის რასაც მრევლი აკეთებს ის რაც დღეს საქართველოში ხდება აი აბსოლუტურად მთელი თავისი მონაწილე ანტიქრისტე ეს არის ანტიქრისტეს ეკლესია ანტიქრისტე ეს საქართველოში არის ანტიქრისტეს ეკლესია რომელიც მხოლოდ სიძულვილს თესავს რომელიც მხოლოდ რიყავს ადამიანებს შემომისმინე ხა ერთი წუთი კარგად მეძავები დააბრუნო შემა მოძღვრებმა ეკლესიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე გამოეთხეს ეჩელი პატრიარქი და უთხრა შეაყვავოს იმ რეალიზის ხალხი და მე მოდიან და მე მელაყავები გესმის და ამოვიდა ყელში ყელები თუთუცობა ეს იქ მე მგონი გავერკვით აი ეს მანგოიას girlfriend-ი და მანგოია როგორი თბილი ურთიერთობებით ყოფილან ერთმანეთთან დაკავშირებული და შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებული ეს დედალი მანგოია ყოფილა რომელსაც მამალი მანგოია სავით თუ მაგაჩი რომელიც კესია ცალკე საკითხავია ერთადერთი რამით ერთიანდებიან ქართველების ზიზღი ქართული ენის მიმართ დამოკიდებულება გასაგებია როგორც ჭირდებათ, მაგრამ ყველაფერი ქართული ზიზღი, ქართული კულტურის, მართლმადიდებლური სარწმუნოების და აი ამ ცოდვით შედუღაბებულები, რომლებიც ამდენ წერდნენ, ამდენ შრომობდნენ, ამდენ რამეს აკეთებდნენ და საზოგადოებამ არ მიიღო. მაგრამ ახლა მე რა მაინტერესებს? მოდი ჩვენი ერის მლანძღველი არსება, არა მარტო არსება, არსებები რომელი ერის წარმომადგენლები არიან? ღვთიური ერის ავართო. საიდან ავართო? აბა? Завтра день великой радости. День, когда Господь Бог подарил человечеству Тору, как дарят неопытной маленькой девочке младенца в надежде, что она будет заботиться о нем и вырастит его. День, когда Господь доверил человечеству свое сердце, ведь Тора – это сердце Господа Бога. ხალხო, მარტივად გასაგები ხდება ყველაფერი კაცო. დააგვირდით როგორი ბედნიერი ორგაზმი მიღებული სახე ქონდა და როგორ გვიხსნიდა თავისი რელიგიის დადებით მხარეებს და როგორ გვიხსნიდა რომ თურმე თორა ეს არის თურმე უფლის გული და თურმე ებრაელია თვითონ და იუდაიზმის მიმდევარია. მაგრამ აქ მიჩნდება მე ერთი კითხვა მიჩნდება. თუ ქართველებმა რომლებმაც 26 საუკუნე შევინახეთ მივეცით საშუალება ამ ხალხს ეშენებიათ თავიანთი სალოცავები ევაჭრათ ეცხოვრათ არ ყოფილიყო ქვეყანაში ანტისემიტიზმი და არ მოვეკეცით ამ ხალხს ევროსტანდარტებით როგორი ევროსტანდარტებითაც ექცეოდნენ შუა საუკუნეებში როგორც ქალაქებში არ უშვებდნენ საერთოდ ფეხს არ ადგმევიებდნენ და მართლაც სიგნებივით
დადიოდნენ და მიდიოდნენ და მოდიოდნენ და დაიხეტებოდნენ მთელ მსოფლიოში. არ მოვეკეცით ჩვენ ამ ადამიანებს ისე როგორც თუნდაც თავისიანები მოეცნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, იმიტომ რომ სხვა ერებზე რო ლაპარაკობს და ჩვენზე რო ლაპარაკობს, რომ თურმე ჩვენ ერთმანეთს როგორ ვექცევით. ევროპის ებრაელობა ვინ გამოწვა, ვინ მისცა საშუალება რომ გამომწვარიყო იმ ჰიტლერის ემაში რა ქვია საკონცენტრაციო ბანაკებში. თუ გაგახსენოთ გემი, რომელი გემიც გაქცეული იქნა თავის დროზე გერმანიიდან ებრაელებით სავსე, რომელიც არც კუბამ მიიღო, არც შეერთებულმა შტატებმა და ისევე ჰიტლერს ჩაუგდეს ხახაში. იმისთვის რომ კარგად გამოეწვათ იქ. რადგან შემდეგ ჰოლოკოსტის სახელი მიეღოთ და მთელი მსოფლიო მაგათ წინაშე დამცირებულად ყოფილიყო და თავჩახრილი ყოფილიყო. ამ ერს აქვს ახლა უფლება ჩვენზე რამე ისაუბროს? ვიცი, უამრავი გამოხდება. ისედაც არ მაკლია ეს ებრაელების ეს რა ქვია ზიზღი და სიძულვილი ჩემს მემართებაში მთელი ამ ხნის მანძილზე. მაგრამ ხალხმა, რომლებმაც შეგინახეთ, გაარსებეთ, გაცხოვრეთ ხელის გულზე, არ გაგწირეთ, არ მოგკალით, არ გაგანადგურეთ. უფრო მეტიც ქართველი ერის დახმარებით მოხდა ფაშიზმის დამარცხება. თქვენი გაწყვეტის მსურველები ვინც იყვნენ. ქართველის იოსებ სტალინის დახმარებით მოხდა ისრაელის როგორც სახელმწიფოს შექმნა და ჩამოყალიბება. ქართველების ხელით მოხდა 10,000-ობით ებრაელის განთავისუფლება იმ საკონცენტრაციო ბანაკებში. ქართველი გრიგოლ ფერაძე გაიხსენეთ. ებრაელებისთვის თავგანწირული ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა ებრაული ოჯახი და თავად შევიდა იმ სიკვდილის ღუმელში. იგივე შალვა მაღლაკელიძე გაიხსენეთ, რომელმაც 1000-ობით ებრაელი გადაარჩინა. იმაში რომ დაარწმუნა მაშინდელი ფაშისტური ხელმძღვანელობა, რომ ეს ხალხი ებრაელები კი არა, ქართველები იყვნენ და რა დაგიშავეთ ბიჭო ამ ებრაელებს ამის ფასი. რა დაგიშავეთ ამის ფასი. რასაც გვიკეთებდით და გვიკეთებთ. და ეს ამათი აზრი მარტო არ არის. ჩემო კარგებო. მე თქვენ ახლა გაჩვენებთ ამ არსებებს, ამ არსებებს, ამ ერის წარმომადგენლებს, ამ სარწმუნოების წარმომადგენლებს. მაგალითად. ეს არსება. ესეც ქართულ სახელსა გვარს ამოფარებული, შეფარული ებრაელი. რომელსაც გულით დავითის ვარსკვლავი დააქვს. გამოირჩევა ქართველი ერის ზიზღით, სიძულვილით, როგორც ეს დედალი მანგოია, ნინოია სინამდვილეში. არ უშვებს მომენტებს, რომ ქართველი ერი განანძღოს, ათახსიროს, ყველაფერი ცუდ იქნას და რაც მთავარია, ამ წლების მანძილზე რაღაც მაგიური ძალა იფარავს ამ ადამიანს მთელი ერის ლანძღვაში, მთელი ერის სპურტყებაში, მთელი ერის სარწმუნოების მიყენებაში. უფრო მეტიც ქველმოქმედის სახელი აქვს, ნიღაბი აქვს მორგებული და არათუ ჭკუას გვასწავლის თურმე საქველმოქმედო საქმეებსაც ეწევა და უამრავი არაკაცი და უამრავი გამოკლევებული ადამიანი ამას ადამიანად მიიჩნევს და ამას ელაპარაკება და მანგოია მართალიაო გეტყვის. როდესაც ასეთი დებილი იქნები, ნამდვილად რასაც გიკეთებენ და როგორც გიქცევიან, წრის არმცნობი და მოყრის მგმობი რო იქნები ქართველი. მიიღებ ამას რასაც ღებულობ. ეხლა კი გავაგრძელებთ. ესეც ვაჟბატონი, რომელი ვაჟბატონიც დაიარება ამ აბრევიატურით და ამ ელემენტებით. ახლა მოვუბრუნდეთ ერთ კიდევ საინტერესო დეტალს. რამ შეაყვარა ებრაელს ასე ძალიან არაბი, მისი მოსისხლე მტერი, რომ მკითხო. ებრაელებს და არაბებს შორის რამდენი
სისხლია დაღვრილი და რა ხდება და როგორ ხდება და ისრაელს როგორ სახელმწიფოს არაბული სამყარო რო ნახევრად არ აღიარებს კი არა, 1-2 ქვეყანას აქვს რაღაც ისეთი აი მესამე ქვეყნის საშუალებით ურთიერთობა თუ არა. აბსოლუტური არაბული სამყარო ისრაელს როგორც ბოროტების წარმონაქმნს განიხილავს და სისხლი იღვრება. ჭირის დღესავით ეზიზღებათ ერთმანეთი, მაგრამ ქართველის წინააღმდეგ რატომ დაინტერესდა ეს ადამიანები ასე ძალიან? იმით, რომ არაბები ჩამოსახლდნენ საქართველოში. აქ რაღაცა ფულის სურნელი უნდა იგრძნოს ადამიანმა. და საიდან შეიძლება ეს ფულის სურნელი მოდიოდეს? წაიკითხეთ. ქართველებზე, ესე რომ ვთქვათ, ჩაგვრელი ქართველების ქვეყანაში ებრაელებს რამხელა ბიზნეს ინტერესები აქვს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ეს ქართული წყარო, თავადაც შეგიძლიათ მოიპოვოთ. ესეც უცხოური წყარო, რომელიც გვეუბნება, რომ ისრაელის მოქალაქეები ლიდერობენ საქართველოში უძრავი ქონების შესაძინად. ამ უძრავ ქონებას კი საქართველოში არაბები და საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ქმნის. ამათ კიდე რომ კითხო რომ საუკუნეების მანძილზე დატანჯული ხალხი იყო და აი ესე ვეზიზღებით, როგორც ამათ ვეზიზღებით, არაფერი არ აინტერესებთ. უბრალოდ ფული იშოვონ. ამიტომ იცავენ ამ ინვესტიციებს, ამიტომ გამოდიან ამ არაბებზე გულახტკინებული ებრაელები, ქართველი არის და საქართველოს წინააღმდეგ. გავყვეთ, ამათი ზიზღი და ამათი ცინიზმი არის აი უსასრულო რა. ახლა მე მინდა გაგახსენოთ ის, რომ ეს ჩაბუდებული პარაზიტებივით ჩაბუდებული გველები, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ მოპოვებული რაღაცა აუდიტორია გამომწერები და მანგოია რო აიღოთ, როგორი მანგოიაც არის, თავის დროზე ჯერ კიდე როდესაც ჩვენ ამას ვერ ხვდებოდით და საერთოდ საქმის კურსში არ ვიყავით, ასეთ დროს ეს ადამიანები უკვე ამზადებდნენ ქართველების და არაბების, ასე რომ ვთქვათ, დაახლოებას და პირველი მერცხალი იყო მანგოია, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ აგზავნილი ყავდათ არაბეთში, სადაც მან მოიარა იქაობა, გაუკეთა რეკლამა ამ ყველაფერს, თუ რა კარგი არისო ცხოვრებაო არაბებშიო, აი წაიკითხეთ. სწორად? ჩვენებთ ახლა ეს. წაიკითხეთ რა წერდა. მერტო ჩემო. როგორი დებილი არის ძალიან ბევრი, რომ ელემენტარულად აი ესეთ ქვეწარმავლებს საერთოდ ადამიანებად მიიჩნევენ, კომენტარებს უწერენ და შემდეგ რა ვიცი, სიმართლის მოლაპარაკე ადამიანებად წარმოაჩენენ. ნახეთ აი, მისი რეკლამა არაბულ პლიაჟზე წამოწოლილი, არაბულ ტანსაცმელში გამოწყობილი. თქვენო მაგ გაიყინეთო, მეო გაოცებული ვარო არაბული კულტურით თუ ხალხით თუ არასდროს მინახავსო ასეთიო ყურადღებიანიო, ასეთი მზრუნველი და ასეთი ბავშვურად მიამიტი ადამიანები. ებრაელი მანგოია გვიმტკიცებს, თუ რა კარგი არიან არაბები. თუმცა ეს მანამდე ხდებოდა.
სამდე ეს ყველაფერი ინფორმაციები გამოვიდოდა, რომ არაბული კომპანია და არაბები მასობრივად საქართველოში ჩამოსახლებას იწყებდნენ. ეს ურის მიჩვევისთვის. აი ახლა გაჩვენებთ. And can you explain why? No, What is this? This one they call it pagia. Pagia. You have to wear it. Inside. Ah, this is all. Wow. I love it. აი ჩემო კარგებო. ადამიანები, რომლებიც ცნობადი სახეები ხდებიან საზოგადოებაში და ადამიანებს, რომლებსაც რა ვიცი, რაღაც ინტერნეტ ავტორიტეტები ან გამოხმაურებები გააჩნიათ, თქვენ გონიათ ესენი შემთხვევითი მოვლენა არის და თქვენ გონიათ, რომ ამათ უკან ვინმე არ დგას? უბედურება იმაში არის შემოკარგება, რომ ამათ უკან დგას საქართველოში არსებული ებრაული სპეცსამსახური. რომელი ებრაული სპეცსამსახურიც არის აბსოლუტურად ყველა კლანში ჩასმული, რომელსაც აქვს ძლიერი გავლენა და ბრწყინვალეთი იცის როგორ იმუშაოს. ქართულ გვარებს სახელებს შეფარებული, ძალიან კარგად იციან, როგორ დაიმალონ, როგორ არაფერი თვითონ არ დაბრალდეთ ქართველებს, შექმნან აი ესეთი ნაგავი ადამიანები, რომელ ნაგავ ადამიანებსაც სანამ თავიანთ გეგმებს განახორციელებენ და სისრულეში მოიყვანენ სრულად უკართველო საქართველოს, შეამზადებიონ აზრი ქართველების უვარგისობაზე, ქართველების სიბინძურეზე, ქართველების გარყვნილებაზე, გულის ამრეობაზე, რა ვიცი, სიზარმაცეზე და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ელემენტები, რომელი ელემენტებსაც ახლა თქვენ ხედავთ, წინ და ხედავდით ამ წლების მანძილზე. ესენი სულ ყველა იყო ებრაული სპეცსამსახურების პროექტები საქართველოში, რომელიც იყო დაცული და დაკრეშული საქართველოს უშიშროებაში არსებული ებრაული ლობის მხრიდან. ამიტომ იყო რომ ამ ადამიანებს თმის ღერი ვინმე ჩამოუგდო კი არა. ერთი მეორის მიყოლებით იწვევდნენ ერთ გადაცემაში, მეორე გადაცემაში, მესამე გადაცემაში, ამათ აზრს ეკითხებოდნენ, ესენი პოლიტიკოსობდნენ. ამის გამო იყო რომ ამას პრეზიდენტები იბარებდა. ამის გამო იყო ეს ყველაფერი და ამის გამო ხდებოდა. და რატო ხდებოდა ეს ყველაფერი ასე? ან რატო ხდება თქვა თუნდაც დღეს? აი მარტივად გეტყვით. ებრაელები საქართველოში განსაკუთრებით წინა და ახლანდელი ხელისუფლების დროს უამრავი ებრაელი იყო ძალიან დიდ თანამდებობაზე. პირდაპირი გაგებით. რომლებსაც რო კითხო ამ ხალხს არაფერი საერთო არ ქონდა. აი მაგალითად, გეზერაშვილი, რომელიც იყო ისრაელის დეზერტირი, მაგრამ საქართველოში აყვავებული პარაზიტი ნაგავი. რომელსაც კაცი შვილმა ხელი არ მოკიდა. არც აქაც საფრანგეთში როდესაც დაიჭირეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გაუშვა, რატო გაუშვა? მეგის ქარდავა ხო კარგად ჩამოიყვანა, იმიტომ რომ თეატრულუკიანი იყო, მაშინ პროკურორი და მტკიცებულებები საერთოდ არ წარუდგინა ფრანგულ მხარეს, რომ უმიზეზობის გამო გაეშვათ. ეს იყო მინისტრი. კარგად დაიმახსოვრეთ ეს ბიონაგავი. ესეც იყო მინისტრი. კონფლიქტების განსაკუთრებით. კონფლიქტების, რომელსაც ლომისწვლელი აქვს შეტანილი 2008 წლის ომში. იმას ისრაელიდან საქართველოში იარაღის მოყიდვაზე და ისრაელის მიერ საქართველოზე იარაღის ემბარგოს დაწესებაზე შემდეგ, ხოლო რუსებზე საქართველოზე მოყიდულ იარაღებზე განსაკუთრებით უპილოტო საფრენ აპარატებზე, ეგრეთ წოდებულ დრონებზე კოდები, რომელიც იქნა გადაცემული რუსეთზე, მოწინააღმდეგეზე და გამოყენება ვერ მოხერხდა. ამან კიდე ყველანაირი პოლიტიკური ველი გაუმზადა დედა რუსეთს იმისთვის, რომ ქართული მიწების მიტაცების საბაბი ქონოდა. აი ამ ორმა ებრაელმა და იმ ერთმა სომეხმა, რომელიც პრეზიდენტი იყო. მე კიდე ერთხელ ვამბობ, ყველა ერთში არის კარგი და ცუდი ადამიანი. ერებს არ ვეხები, მაგრამ ადამიანს მისი წარმომავლობის არ უნდა წვენოდეს. და ჩვენ ისტორიაში ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს ხალხი იყვნენ ტომით ებრაელები, იყვნენ ჩაბუდებულები ქვეყნის მთავარ სამმართველოში, პრეზიდენტათაც, მინისტრებათაც და მათ შორის შემოკარგებო რა, იცი, აი ელემენტარულს გეტყვით რა, ეხლა თქვენ რო გგონიათ
სხვა და საშუალოდ დაბალ დონეზე აი ასეთი ბიონაგვები, რომლებიც შავი პოლკოვნიკების რევოლუციას აწყობდნენ საქართველოში. წლების მანძილზე იყვნენ შეიარაღებული ძალების მსახურები. ბატონი შაიშმელაშვილი, რომელიც გაუშვეს საქართველოდან და ეხლა ძებნა გამოაცხადეს. აქ არავის არ დაუჭერია. ისევე როგორც კეზერაშვილი, ისევე როგორც იაკობაშვილი. გესმით რა შეასაქმე? არც ისე დიდი ხნის წინ დაახლოებით ერთი კვირის უკან ქართული სოციალური ქსელი ასევე მოიცვა ასევე ერთი ებრაელის კატასტროფულმა განცხადებამ, რომელიც ძალიან გულწრფელი იყო. თუმცა აი ამ ბიონაგვებიდან განსხვავებით ძალიან დახვეწილად და კულტურულად საუბრობდა. უკაცრავად, მოიცათ ერთი წამით. აი, ეს არსება. გიორგი იაკობაშვილი, რომელიც გიორგი იაკობაშვილიც ემიგრანტებს გვეუბნებოდა, რომ თქვენ მიდიხართ სხვა ქვეყანაში იხდით ფულს და როცა კვდებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გინდა თქვენ ქვეყანაში დამარხვა. დამარხვასაც კი ეს ებრაელი ვიკრძალავდა საკუთარ სამშობლოში და გვამადლიდა, რომ ქართული ბიუჯეტის ფულით ხდება ეგ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ქონდა თავისი აზრი და განმარტება, როგორც ისინი იყვნენ დაინტერესებული ამ ყველაფრით, რატომღაც აი ამ არსებას მოდი ჯერ ვნახოთ, თუმცა მოდი ერთი ვიდეო ვნახოთ და შემდეგ აინტერესოა შენთვის რა უხაო ჩამოდის ზოგიერთ ჩამოდის ხო რა თქმა უნდა ჩამოდიან რა მაგრამ ეს არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ტარდება რა და მათ უნდა ივლისში და აგვისტოში ჩამოსვლა რომ სანდრას ზღვაზე დაიწენოს პარალელურად კლერები ჩაისვას რაღაცაზე ინკორნალოს იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეც არის და აქ იაფი უჯდება ანუ ისარგებლოს ამ ყველაფრით და წავიდეს ისე და მაპატიე და ყველა ღმერთმა დიდხანს ასოცოს რა იქ უნდა იყოს გადასახადებები იქ უნდა იხადოს აქ ეს წვილი არ უნდა შეიტანოს და მე ჯვარწერია და როდესმე ყველანი უნდა მოვკვდეთ და მე რომ მოვკვდება საერთოს მიადგებია რა და საქართველოს ბიუჯეტის ფულით აქ უნდა ჩამოასვენო და აი ყოველგვარი რაღაც ბოროტების ესე ხდება ანუ ხალხო ეს ებრაელი რომელიც აი ამ ვინცხას ტელევიზიაში უცნობის თუ ვინცხას ტელევიზიაში იჯდა და არაბიზაციას აპრავებდა ასევე აპრავებდა ქართველებზე ხმის ემიგრანტ ქართველებზე ხმის მიცემის ჩამორთმევის უფლებას ეს ებრაელი გვეუბნებოდა რომ თქვენი ქართული მიწა უნდა გაიყიდოს და თუ რატო უნდა გაიყიდოს გაჩვენებთ ახლა ეს მის ინტერესებს ამ ყველაფერში ეს უნდა გაიყიდოს თქვენ კიდე ემიგრანტებო თქვენ როდესაც მოკვდებით დასამარხად ისევე საბიუჯეტის ფულით უნდა ჩამოგასვენონ აქ ესე იგი მიზას ვიყიდის და ქართველ კაცს უცხოეთში გარდაცვალების შემთხვევაში გვამადლის იმას რომ სახელმწიფო ბიუჯეტით და ის ბიუჯეტი 40% დაახლოებით იმით ივსება რომ ქართველი ემიგრანტი აგზავნის საკუთარ ოჯახებში ფულს და დაახლოებით 11 მილიარდ ლარზე არის აქ საუბარი, პატარა ფულზე არ არის საუბარი. გვამადლის რომ საქართველოშიო რო დაიმარხებითო. კიდე მაგაშიო ფული გადა ვინ არის ეს საერთოდ? ვინ ჩემი ფეხები არის ეს არსება? რომელიც ქართულ ოცნებაში ძალიან აყვავებული ნაგავი არის. ვინ არის და აი ამ იაკობაშვილის, რომელი იაკობაშვილიც გაჩვენეთ ამის მამიდაშვილია როგორც ვიცი და დედის გვარზე არის დაწერილი არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ეს ინფორმაცია მაქვს მაგრამ ესენი რომ სხვები არ არიან ამას რა თუნდა ლაპარაკი და რატო აკეთებს ამ ყველაფერს ჩამოვიდეთ ქვემოთ. მე
მე მინდა გაჩვენოთ აი ამ იაკობაშვილის ქონება სუდა სხვა რამე არის ერთი წამით ახლავეს ამერია უბრალოდ ძალიან ბევრი მასალა შევაგროვე ამ ყველაფერთან დაკავშირებით და აი ეს არის ბატონი შოთა აფხაიძე ქართველი კაცი რომელმაც ღიად გამოაქვეყნა პოსტი და ამიტომ რადგანაც საჯარო არის მე საჯაროდ ღია წყაროებიდან გამომდინარე ვიყენებ ამ ყველაფერს ეს ჟურნალისტი იაკობაშვილი ჭკუას როგორ უნდა გვასწავლიდეს და ჩამოყოლებული არის მას შემდეგ მისი ქონება რომელიც 5 მილიონ ჯერ მარტო საქართველოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტს იღებს და 2 მილიონ ქართველ ემიგრანტს ერთი კაპიკი არ მიუღია აი დანარჩენი უკვე 8 ბინა ვაკეში ნუ აი ეს შემდეგ და ეს შემდეგ წაიკითხეთ რა წაიკითხეთ ეგ ყველაფერი ეხლა წარმოგიდგენიათ თქვენ ამას ვინმე როა უკრძალოს იმ 11 მილიონ ებრაელ ემიგრანტს რო უთხრას რომ თქვენ არ ხართო ღირსიო არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობაო ან გამოვიდეს ისრაელში და იბოდიალოს ის რომ მიწა რომელიც რო კითხო არ ემას ებრაელებს არის წმინდა მიწა და გამოვიდეს და თქვას არაბული ინვესტიციებისთვის გახსენით და გაყიდეთ ისრაელის მიწა თქვენ წარმოგიდგენიათ ამას რა მოუვა ისრაელში ამას სარზე ანცობენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხოლო ტერორისტად შერაცხავენ ხოლო მის სახს მიადგებიან ბულდოზერით როგორც ისრაელში წესია და როგორც ტერორისტის სახს გაასწორებენ მიწასთან მაგრამ საქართველოში ქართველი ერის ბიუჯეტიდან კარგად წღება საქართველოში კარგად ხეირობს ბალახობს და ძოვს ქართულ მიწას გასაყიდად ტაშს უკრავს ემიგრანტებს გამოდის და ეუბნება რომ თქვენ ვიზია რომ მოკვდებითო დასამარხად აქ უნდა ჩამოგასვენოთო სამურია ცხოვრება რას დაგვაკლებს და ავტორიტეტი აქვს ხალხში მე მჯერა შოთასი იმიტომ რომ ის ქართველი კაცი არის და ეროვნული ადამიანი არის სამშობლო უყვარს და ნამდვილად განათლებული ადამიანია და ღრმა ინფორმაციები გააჩნია აი ეს ვინც ჩვენ დამარხვას გვამადლის ეს ებრაელი სინამდვილეში როგორ ბალახობს საქართველოში ახლა შემოკარგებო ყველას გაუჩნდება ერთი კითხვა ასეთი რომ რატო ხდება ეგ ყველაფერი საქართველოში რა არის ამ ყველაფრის თავი და რატო გადით ამათ ყველაფერი და რატო შეიძლება ეგ ყველაფერი ქართველს აკადრო საქართველოში აკადრო და ასე შემდეგ ნელა თუ ხდებით მარჟა იწევა ინტერნეტ წუპაკებიდან დაწყებული ავედით მინისტრებზე ავედით ცნობადსახეებზე და ჟურნალისტებზე და დოქტორებზე და ესე შემდეგ ეხლა სულ თავში უნდა ავიდეთ ცნობთ ვინ არის ეს ადამიანი თუ ცნობთ ვინ არის ეს არის ბიძინა ივანიშვილის მამა რომელიც 2003 წელს გარდაიცვალა რომელსაც ერქვა გრიგოლი ვასილისძე და ხაზგასმით დააგვირდით ქვემოთ ივანაშვილი ეს რომასი არის ყველამ კარგად იცის ამაზე რეპორტაჟიც იყო 2012 წელს მომზადებული ის ვიდეო საერთოდ გამქრალი არის სოციალური ქსელებიდან ყველგან სადღაც შეიძლება არქივში აკდია ის რომ ესენი არიან ხალხი რომლებიც ამ ერს და ამ ქვეყანას გასაყიდად
ყველაფერს ფულად კონვერტაციაში ახორციელებენ და აკეთებენ და ესე შემდეგ, მე მგონი ამ ფსიქიკას, ამათ ამოსავალ ფსიქიკას ზედმეტი არაფერი არ ჭირდება. ყველაფერი ფულში ფასდება ამათთვის. მათ შორის, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ბიძინა ივანაშვილმა იქ, სადაც მამის და დედამისი იყო განსვენებული, ირგვლივ ხალხს ფული გადაუხადა. თავისი მიცვალებულები რო ამოეთხარა და სხვაგან გადაემარხათ, იმიტომ რომ აქ მარტო ჩემი უნდა ემარხოს. ერთმა ადამიანმა უთხრა ვარი შენი ხუშტურების გამო მე დედას და მამას ვერ ამოვთხრე მიწიდან. დანარჩენმა ყველამ დათანხმდა და გადაასვენა, იმიტომ რომ ამ ხელა მადლს და წყალობას იღებს კაცო ეს კაცი. სამება აგვიშენა. ამდენი ეკლესია აღადგინა. ამ ხელა ის აქ გაკეთებული ქველმოქმედება. აი სინამდვილეში არ არის ეს ადამიანი ქართველი, ეს ადამიანი არის ებრაელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვერჩი არც ერთ ეროვნებას, არაფერს უბრალოდ ვსვამ კითხავს, რა დაუშავეთ ჩვენ ქართველებმა ებრაელებს ამის ფასი, რომ ასე მოგვექცნენ. რა დაუშავეთ? იგივე ბიძინა ივანიშვილს რა დაუშავა ქართველმა ერმა, იგივე მანგოიას რა დაუშავა ქართველმა ერმა, იგივე იმ ნინოიას რა დაუშავა ქართველმა ერმა, იგივე იაკობაშვილს რა დაუშავა ქართველმა ერმა, იგივე კეზერაშვილს რა დაუშავა ქართველმა ერმა, იგივე დიდი იაკობაშვილს რა დაუშავა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა დაუშავეთ ჩვენ ამ ხალხს? რა დაუშავეთ? მე ვერ ხვდები. სიმართლე გითხრათ ვერ ხვდები. გარდა ერთი რაღაცისა, თუ ამას თავისი ახსნა იქნება, და ალბათ აქვთ ამათ თავისი ახსნა, რომ ისინი გარდა ებრაელებისა ყველას გოიმად განიხილავენ თავიანთი სარწმუნოებრივი, აი თორის და ტალმუდის და ამათ შესაბამისად, რომ არაებრაელს შეგიძლია რაც ყველაფერი გინდა გაუკეთო და აი გარითვლება იმით. ეს მაგათი რელიგიიდან გამომდინარე არის ეს ყველაფერი. ახლა ბევრი რო დაიწყებს რომ ეს ასე არ არისო და ებრაელებიო არ არიანო ბიძინა და მისი ხალხიო, მაშინ ერთ გაჟონილ ინფორმაციას იჩვენებთ. აი ვინ არის ეს ადამიანი? ვიღაცა ლალა ივანიშვილი, რომელიც რაღაც სკანდალიდან მოსკოვში რაღაც ძარცვის დროს გახდა ცნობილი, შემდეგ თქვენს რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის და რომელსაც ურიდა გააჩნია. მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ და არ ყოფილა. მაგრამ პრესამსახურმა მალე დაადასტურა, რომ ეს არის მისი ბიძაშვილი. არის ისრაელის მოქალაქე და ცხოვრობს ისრაელში. ინებეთაგი. ინებეთაგი, ვისაც არ გჯერათ. აი ახლა გადავიდეთ უშუალოდ მის საქციელებზე. გასწრაფად. დღესასწაული ხანუკა, რომელსაც ებრაელები აღნიშნავენ, მონაწილეობს მასში ადამიანი სრული ატრიბუტიკით, ქუდით, სანთლით და ასე შემდეგ. არის თუ არა ეს კაცი? თუ ვინმეს გგონიათ, რომ ებრაელები იქ სინაგოგაში შეუშვებენ და ამის უფლებას მისცემენ იმას გოიმს, ვინც არაებრაელია, ძალიან შემსტარხართ. ძალიან შემსტარხართ. მაშინ გირჩევთ წაიგითხოთ კარგად მაგათი სარწმუნოება შეისწავლოთ და თუ ექნება ვინმე გოიმს იმის საშუალება რომ იქ შევიდეს, გოეს ზუსტი რომ იყოთ. მაშინ ძალიან შემსტარხართ. და რამდენად ქრისტიანული შეჯდება ის, რომ ქრისტიანმა მართლმადიდებელმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა სხვა ეროვნების სხვა სარწმუნოების ადამიანების რიტუალებში, ეს მოდი როგორი ქრისტიანები ხართ გადაშალეთ მაშინ თქვენი სარწმუნოება და აქ წაიკითხეთ. მილოცვაზე არა მაქვს საუბარი. მისვლა და მონაწილეობა რიტუალებში. რიტუალი ნომერი 2. გოდების კედელი. იგივე ატრიბუტიკა, იგივე პიროვნება,
იგივე რიტუალი. ეს ებრაელები ლოცულობენ. ებრაული პოლიტიკური და რელიგიური ელიტა. იგივე ადამიანი, იგივე ატრიბუტიკა, იგივე შეხვედრები. ახლა კი დასასრულს მინდა ეს ყველაფერი შევაჯამო და მარტივიანით აგიხსნათ ყველაფერი. მე არა ვარ შეთქმულების თეორიის შემოქმედი და მსგავსი იდეების მიმდევარი. თუ რაღაცა საკითხს სწავლობ, ვცდილობ ის შევისწავლო ძირფესვიანად. ამიტომ სანამდე ამ ვიდეოს ჩავწერდი, ამ ყველაფერს გავუკეთე ანალიზი და მივხვდი ერთ მარტივ რაღაცას. ამ ქართველთ მოძულე, დაწყებული მანგოიადან და ნინოიადან, დამთავრებული ბიძინა ივანიშვილით და იაკობაშვილებით და კეზერაშვილებით. ქართველიერიდან უნდათ მიწა, უნდათ საქართველოს სიმდიდრეები, მისაკუთრება ქართველი ეს აერთიანებთ ამათ. ქართული ენის მისაკუთრება ის სათავისოდ როცა დაჭირდებათ ალბათ დაიმალონ და ქართველებად გაასაღონ თავი. ხოლო ამ ქვეყნის შემოქმედი, თავარი წარმოქმნელი სახელმწიფოებრების წარმოქმნელი ერის, ქართველი ერის მიმართ გააჩნიათ მხოლოდ და მხოლოდ სისხლი, სიძულვილი და ამ ერის გენოციდის სურვილი აქვს, რასაც ახორციელებს. ის თავარი შემოქმედი მამა, ვინც წმინდა ბიძინათ არის ლამის საქართველოში შერაცხული, მისი მმართველობის პერიოდში დაიცალა საქართველო, გაიყიდა ეროვნული სიმდიდრეები. ქართველ გლეხს როგორც უჭირდა, ისე უჭირს, ქართველ კაცს როგორც უჭირდა, ისე უჭირს საერთოდ ყველგან. ეროვნება როგორც არ გვეწერა პასპორტში, ისე არ გვეწერია. ეკონომიკური მოდელი გაღლიტე გატყავე ქვეყანა და ჩაიდევი ჯიბეში თავის კორუმპირებული ქსელი და შექმენი ისეთი სიტუაცია, რომ ქართველმა დატოვოს ქვეყანა, კი ბატონო გახსნელია და მოუწოდა, რომ წადით, მოცილდით აქედან, ან მარწყვიკრიბეთ, რაც გინდათ ისაკეთეთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ინტერესი, ყველასი ერთი ინტერესი, ფული. ქართველებიდან დაცლილ მიწაზე ამ არსებებს უნდათ. არა მარტო არაბების. თუმცა არაბებთან პრობლემა არ აქვთ. ფულია საშუალო. სადაც ფულია ებრაელიც იქა. ფულია საშუალო. ამ ფულის საქართველოში დაბანდებისთვის ქართველი ენის მიმართ ზიზღი, სიძულვილი, ფურთხება, ლანძღვა, გინება, მსგავსი ესეც ამათ ყველას აერთიანებს. ზოგი ამას ღიად გამოხატავს, ზოგი კულტურულად. აი ეს თავი კი საქმით. ამ ყველაფერს ახორციელებს და აქ პერი დაუღია ხალხს და ერთმანეთზე არიან გადაკიდებული შენ ეს ახარ და შენ ნაცი ხარ და შენ ქოცი ხარ და შენ ეს ახარ და შენ ის ახარ და შენ რატო შემაგინე და შენ რატო გამდანძღე და ასე ქენი და ისე ქენი და სათავე აი ამ ბოროტების არიან აი ეს ხალხი და რაც მთავარია აბსოლუტურად ყველა დაწყებული შემოქმედით დამთავრებული ქუჩის წუპაკებით რომელიც წუპაკებიც აი ესე განსაკუთრებული ზიზღით და სიძულვილით მოიხსენიებენ საქართველოს და ქართველ ერს აბსოლუტურად ყველა არის დაცული, ყველა არის კარგად და ყველა არის უსაფრთხოების გარანტიებით. და ვინც ამ სისტემას დაემუქრება, არა აქვს მნიშვნელობა ამ ფორმით, იმ ფორმით ყველა არის გადევნილი ქვეყნიდან. ან ქვეყანაში არის განწარებული. აი შემოკარგებო. სადამდე მიგვიყვანა ჩვენმა ზედმეტმა ტოლერანტულმა ბუნებამ ვინც მოვიდა გაუმარჯოს სახილმა სადამდე მიგვიყვანა ეროვნების დავიწყება ქრისტიანობის დავიწყება სეკულარიზმმა სადამდე მიგვიყვანა ერთმანეთის მიმართ სიზღმა სიძულვილმა და დაპირისპირებამ დაგვიდგა ნათლად მომენტი რომ ჩვენ სამშობლოში, აი როგორც ის წუპაკი ამბობდა. ბევრი დრო არ დაგჩენიათ, ჩვენი დრო მოდისო. მაგათი დრო მოდის.
დაბალ დონეზე საერთოდ ნებისმიერი ომი იქნება, სპეცსამსახური იქნება, რამე დაგეგმარება იქნება, ყველაფერი იყოფა სამ ნაწილად. არსებობს სტრატეგიული მიზანი, არსებობს ტაქტიკური მიზანი, არსებობს ოპერატიული მიზანი. ჩვენ შეგვიძლია ამ სამებაში ჩავსვათ შემდეგნაირად. ბიძინა ივანიშვილი არის სტრატეგიული დაგეგმარების სათავეში, აი ეს იაკობაშვილები, აი ეს კეზერაშვილები, ისინი არიან ტაქტიკური დაგეგმარების დონეზე და აი ეს ქუჩის წუპაკები რო არიან, მანგოიას და ამათი თამადობით ესენი არიან ოპერატიულ დონეზე. ანუ ის რაც ხდება საზოგადოებაში. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ პირველ წყაროს, ოპერატიულ წყაროს გააჟღერებიებენ ისეთ ინფორმაციას, რომელი ინფორმაციაც არის ზემოთ სტრატეგიულ დაგეგმარებაში. პირველ შეასრულებიებენ იმას, რისთვისაც უნდა მომზადდეს ეს ყველაფერი. ეს იქნება მანგოიების წასვლა, იქ არაბების გაბლატავება, ასექნა, ისექნა, ვინმე რა კაი ხალხი არიან არაბები, შეინჭირიმე, შენგენაცვალე. აი ამ ნინოიას გამოყვანა, ჯერ LGBT პროპაგანდის მხარდაჭერა, ამდენი სიბინძურის ტალახის სროლა, შემდეგ ასეთი მიმართვების დაწერილი მიმართვების ჩაწერა და მათ შორის იქ სიმართლის წამოროშვა, რომ მალე თქვენი დრო არა. თქვენ მაგადასკარს ეწადით, იქ წადით, აქ წადით და ამას მოყვება შემდეგ წადით ბზია და რომ უკვდებით დასამარხი ფული ბიუჯეტმა რატო უნდა გიხადოს, ეს უკვე საშუალო დონეზე, ასე რომ ვთქვათ და ზედა დონეზე ბატონი ბიძინა და Eagle Hills-ის 6 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელშიც რამდენი ფული აქვს ჩადებული? არ ვიცი. ალბათ არავინ არ იცის, ჯერ 6 მილიარდიო, მერე 11 მილიარდიო. კონტრასტების ქვეყანა ვართ საქართველო. მე ყოველთვის ვსვამდი კითხვას. რატო ხდებოდა ისე, რომ სააკაშვილი, რომელიც ყველამ იცოდა, რომ სომეხი იყო, და ალბათ ერთადერთი სომეხი იყო, რომელსაც სომხები არ აღიარებდნენ და უამრავ სომეხთან მილაპარაკებია და ნაძირალა და ჩათლახია და მithქვია, რომ თუ ვინმე კაია, ყველაზე ეძახით სომეხია, სააკაშვილს რატო არ ეძახით სომეხია და ჩათლახია და იმდო არ ვიძახით. სომეხი ერთადერთი სომეხია, რომელიც აზერბაიჯანელებს ასე სიგიჟემდე უყვართ. რატო უყვართ? საქართველოში ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებდა და იმიტომ. იმიტომ რომ დავით გარეჯი გადაცა. ამიტომ უყვართ. და ესენი ის იშვიათი ებრაელები არიან, რომლებსაც საქართველოს ზიზღზე და როგორ ზიზღია კარგად ხედავთ. არაბების იგიჟემდე უყვართ. აი ეს არის ამ ყველაფრის ანაბანი. და მე მინდა გითხრათ ქართველებო, თუ ჩვენ ბახტრიონზე არ ვიფიქრეთ, სხვა ბევრ რაღაცაზე. კარგად ხედავთ, რომ ვინც თავის დროზე უბეში ჩავისვით, ყველა გულზე გვკბენს. უკვე იმ დონეზე არის მისული საქმე, რომ ჩვენს მიწაზე ჩვენ აღარ დაგვედგომება. გავიხსენოთ, რა დაგვემართა აფხაზეთში. ისტორიულად ის ჩამოწოლის სახელით რაც არის ცნობილი. რა გვიქნეს ჩამოსულმა და აფხაზობა მიღებულმა სხვადასხვა ხალხმა ევროაი ქართველთან ერთად. გავიხსენოთ რა დაგვემართა ქართლის გულში. ჯაყოსყისნები გავიხსენოთ ცხინვალის რეგიონში. რა დაგვემართა. გავიხსენოთ რა დაგვემართა საინგილოში. სადაც თავის დროზე ლეკები ქართულმა მეფემ იმისთვის ჩამოასახლა, რომ ყინული მოეტანათ მეფისთვის. გავიხსენოთ რა დაგვემართა სამცხე საათაბაგოში და ოკლარჯეთში. ნუ მართალია იქ ძალით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ეგრეთ წოდებული თურქი მესხების საკითხი შემთხვევითი არ ყოფილა. სპეციალურ პოლიტიკას ატარებდა ოსმალეთის იმპერია ერების გადასახლების, ქართველები გადაასახლა შუა თურქეთში და იქ დაასახლა ადგილობრივ იმას რა ქვია, თურქები, რომლებსაც თურქი მესხები უწოდეს, რომელიც ერთმანეთში არ ათავსებადია არანაირად. და
ყველაფერი ამას მოყვა ომი, სისხლი, უბედურება, ტერიტორიების დაკარგვა, დეკარტველიზაცია. და ახლა დანარჩენ საქართველოში იწყება დეკარტველიზაცია. თქვენ თუ ამ ერს აქვს სურვილი რომ ხელი შეუწყოს დეკარტველიზაციას, ერთი და ორი ადამიანი ამას ნამდვილად ვერაფერს ვერ უზამს და ხელს ვერ შეუწყობს, მაგრამ თუ კი ერი გამოვა და გამოფხიზდება და ეროვნული ცნობიერება და ეროვნული აზროვნება დაუბრუნდება, რომელიც არანაირად არ დეშავს სხვა ერების მტრობას და სხვა ერების წინააღმდეგ წასვლას, მაგრამ ნიშნავს საკუთარი ერის, საკუთარი ეთნოსის, საკუთარი კულტურის, საკუთარი ინტერესის და საკუთარი ხალხის დაცვას, ასეთ შემთხვევაში კიდე რაღაცა შანსი გაგვაჩნია. თუ არა და დამიჯერეთ. დაახლოებით 20-30 წელიწადში. არც მაგდენი დაჭირდება, ალბათ 10 წელიწადში. 10 წელიწადში ქართველები აღმოჩნდებით საქართველოში უმცირესობაში. 20 წელიწადში საქართველო სახელათაც კი არ დარჩება რუკაზე, ალბათ იქნება თბილისის საამირო, როგორც იყო ადრე. და ბოლოს კიდე ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელი ინფორმაციაც ასე თუ ისე იქნა ჩემამდე მოსული. არ ვიცი 100%-ით ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ როგორც მე თურქეთიდან მაცნობეს, თურქეთში სერიოზულად მუსირებს ეს აზრი, რომ ეგრეთ წოდებულ არაბულ ქალაქებში, სადაც რა თქმა უნდა არაბული მოსახლეობა იქნება სუნიტური ისლამის მიმდევარი ხალხი, დაბრუნებული და დასახლებული იქნება თურქი მესხები, რომელსაც ერდოღანი განსაკუთრებით ითხოვდა ყაველაშვილის ვიზიტის დროს. და ეს ყველაფერი გაკეთდება ამ ინვესტიციის სახით და ინვესტორის სახით. მაშინ კი საბოლოოდ აგვეწყობა ცხოვრება ალბათ. ალბათ ზეტოლერანტულობაში დიდ ორდენს გვაჩუქებენ. დღეს ამით გემშვიდობებით, კარგად დაფიქრდით, კარგად გაიაზრეთ ეს ყველაფერი და იფიქრეთ იმაზე, რომ 100 წლის მერე ქართულმა მიწამ, რომელზე დამარხვასაც გვამადლიან, უნდა მიგვიყოს და თუ ჩვენ გავყიდით ჩვენ მიწას, შვილებს მოვანს თუ გავყიდით ქართულ დალოცულ ქართულ მიწას, ჩვენი მიწა არ მიგვიღებს. აი იქ როდესაც შეხვდებით წინაპრებს იმ ქვეყანაში, რას უპასუხებთ მე არ ვიცი. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, გამოიწერეთ და გააზიარეთ ინფორმაცია, რომ ბევრისთვის იყოს ნათელი სინამდვილეში რაც ხდება.